თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ადამიანის მარტოობა იყიდება. მარტოობა მხოლოდ ემოციური მდგომარეობა აღარ არის, ის მილიარდიანი ინდუსტრიის მთავარ ნედლეულად იქცა. ამ ბიზნესს არც ტექნიკა სჭირდება და არც ქარხნები. მისი მთავარი საწვავი ჩვენი შიშები, შფოთვა და სადმე მიკუთვნებულობის სურვილია. ციფრულმა ალგორითმმა ზუსტად იცის, როდის ხართ ყველაზე მოწყვლადი. მან იცის, როდის კარგავთ სამსახურს, როდის გენგრევათ ურთიერთობა, ან როდის გაქვთ განცდა, რომ ჩიხში შეხვედით. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში Instagram-ის ან TikTok-ის სკროლვისას ეკრანზე ჩნდება გზავნილი. შენ დაკარგული არ ხარ, უბრალოდ შენი ენერგიაა დაბლოკილი, მომწერე და დაგეხმარები. დავიწყოთ იმით, რომ თავისთავად კოუჩინგი ცუდი სიტყვა საერთოდ არ არის. პირიქით, ის სრულად ლეგიტიმური და ბევრი ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო პროფესიაა. თავდაპირველად ეს ტერმინი სპორტში გაჩნდა, შემდეგ კი ბიზნესსა და პიროვნულ განვითარებაში გადმოინაცვლა. ნამდვილი პროფესიონალი კოუჩი, მაგალითად ადამიანი, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციის ISF-ის სერტიფიკატი აქვს, არ არის არც გურუ და არც ჯადოქარი. ის არ გაძლევთ მზა რეცეპტებს, არ გასწავლით თუ როგორ იცხოვროთ სწორად და არ გვპირდებათ სასწაულებს. ის არის სპეციალისტი, რომელიც გეხმარებათ მიზნების დასახვაში, კარიერულ ზრდაში ან პროფესიულ გადაწყვეტასთან გამკლავებაში, ძალიან კონკრეტული სამუშაო ინსტრუმენტებით და სწორი კითხვების დასმით. რა არის რეალური კოუჩინგი? ამის საუკეთესო მაგალითი ბილ კემპბელია, ადამიანი, რომელსაც სილიკონ ველიზე $1,000,000,000-იან კოუჩს უწოდებენ. ის არც ჩაკრებს წმენდდა და არც კოსმოსიდან იღებდა გზავნილებს, არამედ ეხმარებოდა ისეთ გიგანტებს, მათ შორის როგორებიც სტივ ჯობსი და ჯეფ ბეზოსი იყვნენ. მისი მეთოდი ეფუძნებოდა არა მისტიკას, არამედ რადიკალურ გულწრფელობას და ის ადამიანებს ეგოს დაუკებასა და რთული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებოდა. პრობლემა ის კი არ არის, რომ კოუჩინგი საერთოდ არ მუშაობს, არამედ ის, რომ დღეს ეს ტერმინი ყველამ მოირგო. შენ შეგიძლია იყო უბრალოდ ბედნიერი. ინა შენი ჯანმრთელობა გაიუმჯობესო და დღითი დღე კიდევ უფრო კარგად გამოიყურებოდე. მოიშორე ფინანსური ბლოკები პირველი საფეხური. დღის მანძილზე რაც მეტად ხშირად გაიმეორებთ, მით უკეთესი არის. მე გასწავლი როგორ უნდა ვინაიდან ამ სფეროს მკაცრი რეგულაციები არ ჩვენთან და არც საზღვარგარეთ არ გააჩნია, ნებისმიერს შეუძლია სოციალურ ქსელში საკუთარ თავს ტრანსფორმაციული კოუჩი, ენერგეტიკული მენტორი ან მანიფესტაციის ექსპერტი უწოდოს ყოველგვარი ფსიქოლოგიური განათლების და პასუხისმგებლობის გარეშე. ზღვარი პროფესიონალიზმსა და არაკეთილსინთეზიერებას შორის ყველაზე კარგად კონკრეტულ მაგალითზე ჩანს. წარმოიდგინეთ კლიენტი, რომელიც ამბობს: "ძულს ჩემი სამსახური, ჩიხში ვარ, წინ ვეღარ მივდივარ, დახმარება მჭირდება". მანიფესტაციის ექსპერტი დიაგნოზს დაუყოვნებლივ დაგისვამთ. თქვენი ფინანსური ენერგია დაბლოკილია, გამოსავალი კი არის ძვირადღირებული კურსი და დაპირება, რომ თუ სწორად იფიქრებთ, სამყარო ყველა კარს ავტომატურად გაგიღებთ. პროფესიონალი კოუჩი ამ დროს დაგისვამთ კითხვებს, რა გაბრკოლებთ ახლა, რა გინდათ სინამდვილეში და დაგეხმარებათ გამოსავალი თავად დაინახოთ. საქართველოში ამ ტენდენციამ საკმაოდ სპეციფიკური სახე მიიღო. ალბათ არაერთხელ შეგვხვედრიათ Facebook ჯგუფებში ან Instagram-ზე ადამიანები, რომლებიც ტრადიციულ ცრურწმენებსა და თანამედროვე ტერმინებს ხშირად ერთმანეთში ურევენ, ეგრეთ წოდებული ფინანსური მატრიცის გამხსნელები თუ კარმის გამწმენდი ოსტატები, რომლებიც ონლაინ სესიებში ასობით $-ს ითხოვენ, იღებენ და ხშირად მათი სამიზნე ის ადამიანები არიან, ვისაც რეალური ფსიქოლოგიური ან სხვა სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. საქართველოში, სადაც კავკასიის ბარომეტრის კვლევების თანახმად მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო ინსტიტუტების და ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობა არ აქვთ, მსგავსი ალტერნატიული ჯადოსნური გამოსავლების ძიება კიდევ უფრო ხშირია. თუმცა ეს მხოლოდ ლოკალური პრობლემა არ არის. 2024 წლის მონაცემებით გლობალურმა ველნეს ინდუსტრიამ $6.8 ტრილიონ მიაღწია. ეს ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე თითქმის 4-ჯერ მეტია. ამ ეკონომიკის უზარმაზარი ნაწილი სწორედ სულიერ სერვისებზე მოდის. ადამიანები კვალიფიკაციის გარეშე მხოლოდ ჭერმეტყველების ხარჯზე
ხშირად მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ. და როდესაც ეს პროცესი კონტროლს კარგავს, ვიღებთ ისეთ ტრაგიკულ შემთხვევებს, როგორიც მაგალითად ამერიკელი თვითდახმარების ვარსკვლავის ჯეიმს არტურ რეის ისტორიაა. მის $1000 დოლარიან სულიერი მეომრის რიტრიტზე დახურულ კარავში ექსტრემალური სიცხის გამო 3 ადამიანი დაიღუპა. ან გავიხსენოთ ეგრეთ წოდებული სულიერი მასწავლებელი თილ სვანი, რომელიც მილიონობით გამომწერს მძიმე ტრამვების განკურნებას თავაზობდა ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე და რომლის მეთოდებსაც არაერთი მიმდევრის თვითმკვლელობამ დაუკავშირეს. როგორ ახერხებენ ეს ადამიანები მათ შორის მგონიერი ხალხის ჩათრევას? სქემა თითქმის ყოველთვის იდენტურია. პირველი ეტაპი არის სიყვარულით დაბომბვა, ეგრეთ წოდებული love bombing-ი, კრიზისში მყოფი ადამიანი მოულოდნელად იღებს უზარმაზარ ყურადღებას, მას ეუბნებიან, მე ვხედავ შენს ტკივილს, შენ განსაკუთრებული ხარ. შემდეგი ეტაპი საიდუმლო ცოდნის ილუზია. გაგრძნობინებენ, რომ მათ აქვთ პასუხები, რომლებიც დანარჩენი სამყაროსთვის თითქოს დაფარულია. შემდეგ მოდის ფინანსური ხაფანგი, იწყება უფასო სესიით, და მცირე თანხით, შემდეგ მოდის უფრო ძვირადღირებული მეორე საფეხური, შემდეგ რიტრიტი და რაც უფრო მეც იხდით, მით უფრო გიჭირთ გაჩერება და ამ კურსებსაც დასასრული არ უჩანს და ძალიან საშიში ეტაპი არის იზოლაცია, როცა გეუბნებიან, რომ თქვენი ახლობელი ადამიანები დაბალ ვიბრაციებზე არიან და ხელს გიშლიან განვითარებაში, ჯგუფი ამ დროს ხდება თქვენი ერთადერთი სოციალური სამყარო. 2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარტოობა გლობალური ჯანდაცვის საფრთხედ გამოაცხადა. ამას ემატება ის, რაც ბოლო წლებში ერთდროულად დაგვატყდა თავს: პანდემია, ეკონომიკური გაურკვევლობა, ომები და ტრადიციული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა. ყველა კოუჩი თაღლითი ნამდვილად არ არის და ძალიან ბევრი მათგანი კეთილსინდისიერად ეთიკის დაცვით მუშაობს, მაგრამ იმისთვის, რომ ამოვიცნოთ ის, ვისაც ჩვენი სისუსტით სარგებლობა სურს, ერთი მარტივი კითხვა უნდა დავსვათ. ეს ადამიანი მე უფრო დამოუკიდებელს მხდის თუ მასზე დამოკიდებულს? საბოლოო ჯამში, როდესაც ადამიანი უკანასკნელ ფულს ენერგეტიკულ გაწმენდაში იხდის, ის სინამდვილეში ყიდულობს ყურადღებას და იმედს იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში გვაგვია. თუ გინდათ, რომ ასეთი ამბები ჩრდილში არ დარჩეს, გამოიწერეთ უცხო ამბების YouTube არხი, საქართველოს მართლაც სავსეა უცნაური და დაუჯერებელი ისტორიებით და ჩვენ მათ ვიკვლევთ, რომ თქვენ ძიება არ მოგიწიოთ, ასევე თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს მუშაობას, გახდით iFact-ის წევრი თვეში 20 ლარად, სანაცვლოდ ჩვენგან საჩუქრებსაც მიიღებთ ბმული ვიდეოს აღწერაში.